საქართველოში ჯერ არ შემუშავებულა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფდა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციას და ინტეგრაციას ქვეყანაში. ხელისუფლების შესაძლებლობა ეფექტიანად და დროულად განიხილოს განაცხადები ევროპელების შეშფოთების საგნად რჩება. ეს არის ნაწყვეტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიშიდან. დეპორტირებული მესხების განცხადებების განხილვა მარტში დაიწყო. პროცესის დასრულების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნების კანონიერ უფლებას მიიღებენ. ამ დროისთვის 100-ზე მეტი განაცხადია განხილული. ოფიციალური ინფორმაციით უმეტესობა დადებითად გადაწყდა. ქართული მხარე განაცხადების ნელი ტემპით განხილვას იმით ხსნის, რომ მაჰმადიანი მესხების დაბრუნებამდე ქვეყანაში ნიადაგი უნდა მომზადდეს. ადგილობრივები იმ ფაქტს უნდა შეეგუონ, რომ მათ მეზობლად სამშობლოდან 65 წლის წინ დეპორტირებული მესხები დასახლებიან. საზოგადოების აზრი რეპატრიაციასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია. მოსახლეობის ნაწილი რეპატრიაციის შემდეგ ეთნიკურად ჭრელ რეგიონში ერებს შორის კონფლიქტს არ გამორიცხავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მაჰმადიანი მესხები სამშობლოს უმტკივნეულოდ უნდა დაუბრუნდნენ. ასაკიანი თაობა წინააღმდეგი არ ვიცი რა პირობების გამო, მაგრამ თანამედროვე თაობა მე მგონი მომხრეა, იმიტომ რომ ინტეგრაციის პროცესი არ არის ისეთი პროცესი, ყველგან მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი მრავალია სხვაგან წასული და იგივე სიტუაციით შეხვდებიან ალბათ როგორც ჩვენ და მე პირადად მომხრე ვარ. ძალიან რთული პროცესია. ხალხის ადაპტაცია ძალიან ძნელი იქნება. ჩვენი რეგიონი ისედაც არაერთგვაროვანია, ეს კიდე დაამძიმებს ბევრ რიგ სიტუაციებს. უნივერსიტეტის გახსნამ ახალციხე გახადა ქართული ქალაქი. ახლა კიდევ რაღაც ბალანსი თითქოს. ჩემი აზრი ძალიან უარყოფითი ამ საკითხის შესახებ. დეპორტირებული მესხების საქართველოში რეპატრიაციისა და ინტეგრაციისთვის საჭირო განაცხადების შევსების ვადა 2010 წლის დასაწყისში ამოიწურა. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადების განხილვა დაიწყო, თუმცა ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით ეს პროცესი ძალზე ნელა მიმდინარეობს. ევროპელების შეშფოთებას არ იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტში, სადაც მაჰმადიანი მესხების უფლებებისა და ინტეგრაციის პროცესზე მუშაობენ. ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეპატრიაციის შესახებ მიღებული კანონის გადახედვა მოხდეს და ვადები შეიცვალოს. ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნების მსურველი 6000-ზე მეტი მაჰმადიანი მესხი აღმოჩნდა, თუმცა საქართველოში გაცილებით მეტ ციფრს მოიაზრებდნენ. ამის მიზეზად ცირა მესხიშვილი ორ ფაქტორს ასახელებს: დროის სიმცირესა და არაინფორმირებულობას. ერთი ხელის მოსმით, რომ განეხილო 50000 განცხადება და აიღო და ეს ხალხი შემოიყვანო, თვითონ ევროპელების დამეთანხმებია, რომ საკმაოდ რთული პროცესია. პირველი რომ წინა პერიოდი ქონდა ძალიან მცირე დრო იმისათვის, რომ ინფორმაცია გავრცელებული იყო და უშუალოდ ჩამოვიდა 100 ოჯახი და დასახლდა რომელიმე სოფელში ან რომელიმე რაიონში. მოსახლეობა ხო უნდა შეხვდეს, სტერეოტიპებია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული, რომ ესენი ეს მოსახლეობა მათთვის არის უცხო, ისიც მოდის უცხო სამყაროში, უცხო გარემოში. სარვარ საფაროვ ლაზიშვილის ოჯახი ახალციხეში 3 წლის წინ ჩამოვიდა. ოჯახის ყველა წევრი უსაბუთოა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. იურიდიული სტატუსი ლაზიშვილების მსგავსად არც ერთ თვითრეპატრირებულს არ აქვს. სარვარ საფაროვის აზრით, საქართველოში დაბრუნების მსურველ დეპორტირებულ მესხებს მსგავსი პრობლემები რომ არ შეექმნეთ, რეპატრიაციის პროცესი ნელა და სიფრთხილით უნდა წარიმართოს. Грузия наша родина. У каждого человека есть своя родина, свой очаг. Кое-какие мировоззрения у людей, конечно, уже другими стали и повлияли на психологию человека, понимаете ли? Потому что они долгое время в Грузии не были, они не знают о Грузии или мало знают о Грузии. Грузинский язык они забыли, вот и в том числе и я забыл. Понимаете, очень трудно нам разговаривать, общаться с грузинами. საქართველოს მოსახლეობამ ნახევარი საუკუნის წინ სამშობლოდან გაძევებული მესხები თავისუფლად და უმტკივნეულოდ რომ მიიღოს, ხელისუფლება ამისთვის რეალურ ნაბიჯებს არ დგამს, ამბობენ რეგიონში. ამას ისიც მოწმობს, რომ სამცხე-ჯავახეთში საზოგადოების აზრი სხვადასხვაგვარია. მიუხედავად ამისა, საქართველომ ის ვალდებულება იკისრა, რომ მაჰმადიან მესხებს მშობლიურ მიწაზე აუცილებლად დააბრუნებს.